დღეს ჩვენ გადავიღებთ Hungry Man-ის მორიგ ეპიზოდს. ავთამაშობთ წყვილების ხუთს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ჩვენს უცვლელ წამყვანთან ერთად ვასა და გუგა, კი ბატონო. მოგესალმებით. მადლობა ბიჭებო მოწვევისთვის. აბა როგორი გზნობა ამ სტუდიაში დაბრუნება. ძალიან კარგია, ძალიან ლამაზი გარემოა. ერთი სული მაქვს ვითამაშე თქვენთან. წესები აუხსნათ მაინც. სულ გვაქვს 9 იდუმალი ყუთი, სადაც მოთავსებულია ისეთი ნივთები, რომელიც არავის არასდროს უნახავს. მოკლედ ეს კომპოზიციები არ წყდება. თეფშები აქვს თავზე, ჰაერშია. ასევე არის 3 ფოტოსურათი. ეს დაბნეულობის თამაშია, მართლა შავია. არ ვჯერა რა. აჰა, მე არ თქვათ რატომა ჩვენ ეგრევე. თამაში იქნება 5 ქულამდე და გამარჯვებული გუნდი მიიღებს ჩვენი წარსმდგენისგან 5000 ლარს. სანამ დაიწყებენ ბიჭები შეგახსენებთ თუ ჩვენი წარსმდგენი არის ბილაივი და უღრმესი მადლობა მათ ესეთი წარდგენისთვის. მე ვერ ხვდები მე რო წავედი სპონსორები ატო შემოგხსენ, მაგრამ ოკეი, მადლობა მაინც ბილაივს. როგორ ახართ ბიჭებო, მოგვიყევით ორ-ორი სიტყვით. მე ასე თუ ისევ ჩანო არ ხა კი ხედავთ და მე თორნეტისგან ზევდიანად ვარ, იმიტომ რომ რა ვიცი. რაღაცა მომაკლდა Hungry Man-ი ვიდეოები. აღარ უყურებ? არა, მე აღარ მონაწილეობ. რაღაცნაირად უცნაურია რა. რა. აი როგორ გავიზარდეთ რო უყურებ. და ბიჭო, ესევე მოუკვდებით და ძალიან ტეხავს. დაიწყეთ თუ დავიწყოთ? დაიწყეთ. უხუცესი წევრია. რომელ ნომერს აირჩიოს? 4 ნომერი. აბატონო, 4 ნომერი. გუგა შენ ახსნე თუ მე ავხსნე თუ ჯერ შევხედოთ. ვაიმე, ხარ დაინახეთ. ბატი? შენ ახსენე კა. როგორ გაგურთულა? მოკლედ. თქვენს წინაშია კომპოზიცია, რომელზეც გამოსახულია, ხაია გვაქიუს რა. თუ უნდა იყოს ესე? იყოს რა. ესე? ბიჭო, გააკინეთ რა შემიძლეთ. არ მოძრაობს. მოძრავია. იუს მინეხმარ. არა მოი ეს თუ ეხა აფიო რა. დაჯიროს. აი არ გავგიჟდები. მაგრამ მეშინია სმაულა. აი, დაიჯერ. მივიდა. იუს მივიდა. შოუში მინდა იგი ბიჭები. მივიდა კაკოსთან შეჭ. ნელა. აი, წაიღეს, არ გვინდა ეს. ამის გარეშე ვქნათ. ისე ვიტყვი რომ ვერ მიხვდებიან და მიდი იყოს ეს. წავაგეთ ხო ეს ხელი უჯო. მეგობრებო, კომპოზიცია გვაქვს, სადაც მოწყობილია ეგრეთ წოდებული სარბენი ბილიკი. ზოლებიანი დანომრილი, ალბათ ოლიმპიურ თამაშებზე გინახავთ. სტადიონის ირგვლივ. სტადიონი დგას შუაში, სავარაუდოდ დინამო არენა უნდა იყოს. ვინ ვის ხვდება ან გუნდების სახელებით წერია? რა გუნდების სახელებია? დოპამინი და Hungry Man. ოუ, ტიპი მომზადებულია თო. კაი, იცი რა მაინტერესებს სამ. აყურებლები ყავს? არა. აბა სტადიონი როგორ არის? მინდორი არის. დინამო არენა რა? არ ყავს, მაგრამ დაიტევდა, რომ მოენდომებინათ ჩააწეპებდნენ მაყურებლებს. ირგვლივ არის ბანერები, სადაც ჩვენი სპონსორები არის გათავსებული ესე, 2 ტონა, TBC და ბილაივი. ეს ინტეგრაციას აკეთებს, თან თუ რა ხდება. ო, ხო, ბიჭებო იზრუნეს მაგას. მოდი შევეცი დოპამინი Hungry Man-ის წინააღმდეგ არის? Hungry Man-ის ხოჭო, ჯიბრება, გასწრობანოში, 2 ხოჭო დასვა. იმ ზოლებს ვერ გაყვნენ, რასაც დაგეგმილი იყო და გადმოძვრნენ. მე მგონი არა ტყუილია მაინც. მეც ტყუილი მგონია, მაგრამ ბრძოლა ჯობია რა. მეც კითხვას დაგისვა მასა. დოპამინი და Hungry Man რა ფორმით არის გამოხატული? ბიჭო, სახელი აწერია თეთრად. რა. დოპამინი რა პროტოტიპია? ისმინე ერთი წამი. ახსოვს აფერია. ბიჭო, იქით აწერია ფერი ძალიან კარგად მახსოვს, მაგრამ რატო წერია ესე არ ვიცი, ლურჯზე წერია თეთრად დოპამინი და წითელზე წერია თეთრად Hungry Man, თორე ისე არის რაც აწერია ის ფერი. ნუ ყვითელი არ არის. აი ტყუილია რა. მეც ეგრე მგონი, ძალიან დაბნეულები არიან და რა ვიცი. ეს პასუხი არის სიცრუე. თქვენ რასაც უყურებთ ბევრად სასაცილოა, ვიდრე თქვენ რაც აღწერეთ. ვერ ვთქვათ. სასაცილო არ უნდა იყოს. აუ, რატომ მეკამათები, როცა იმიტომ შეცდომას სასაცილოს არ ელოდოს ხალხი. თუ შეცდომას ვამბობ, რატომ მეკამათები ეს? ოკეი, სიცრუეა რა. ზებატო, სიცრუე, ანახე. ეს პასუხი ის სიცრუე. თეთრი სახლის წინ იყო იდეაში. აუ, როგორ გამოძრა? აუ, ქვემოდან. თეთრი სახლის წინ UFC-ს ღობე არის მოწყობილი რეალურად, სადაც იბრძოდნენ კუკარაჩა და ვინო? მურტალო. მურტალო და კუკარაჩა იყო თუ ეს და გეთქვა ეგ ისე. ცოტა დაბნეულად უნდა გეთქვა და ვერ დაბნეულად აი ხა ნახე მაგათ ეს შემოღობილი თუ იქნებოდა, ვერ დაუშვებდი რომ გამოიქცეოდნენ. ის მაყურებლებს მაგითო კითხე რომ თუ შემოღობილი როგორ უნდა გამოიქცეულიყო რა. ერთი უნდა აღვნიშნო ბიჭებო ძალიან კარგად გააკეთეს ჩვენი სპონსორების ინტეგრაცია და მოდი ამ ფონზე შევახსენოთ ჩვენი პარტნიორი კომპანია, რომელიც არის TBC ბანკი, მეგობრებო, განსხვავებით ამ ხალხისგან. მადლობა პარტნიორებს. გაგაცნო. ერთი თნოს იგებთ, წინ გადადგმული ნაბიჯია, სუნი როცა მოდის თანხის. წააგებ ყოველ. კი ბატონო, მაშინ აირჩიეთ ციფრი. 7. 7. შეგიძლია აიღო თავად. Self-service გვაქვს აქ. ფილაწაი.
მძიმეთა იყო ხო? ესე იგი ხარ. უწელი ჩემ დამარტყა. მე მგონი კომპოზიციის ხმა ეს. რას ასოციო? მოგესალმებით პირველ რიგში. ჩვენი პირველი ყუთით. მგონი ფიქრობს. როგორც ხდება ხოლმე, კომპოზიცია გვაქვს წარმოდგენილი, რომელიც არის იატაკით და კედლით წარმოშობილი. ეს სტანდარტია ხოლმე იატაკი და კედელი? თუ აქ არის ხა? აქ არის. გვაქვს ბალახის საფარი. ნიადაგი, ნუ ნერვიულო, გადაყავენ ერთგულ. ასევე გვაქვს უკანა ფონზე კოშკი. ძველი კოშკია. ძველი მაინც რითი აღნიშნავს. საკმაოდ ძველი დროის არის ეპოქა. ფოტოა? საკმაოდ ცნობილი კომპოზიცია, ძველი როდესაც და პრინცესას აქვს ჩამოშვებული თმები, რომელი თმები? თმებს კაკო დააკონკრეტებს. გასაგებია. არა, ბიჭო, რატო თავის? აბა ნახოთ ეს. რას ნიშნავს რომელიც თმა? არა, დააკონკრეტეთ თმა, საიდან მოდის ეს თმა? საიდან რავი თმები? თავიდან მოდის. თავიდან მოდის თუ ბოქვენის არიდან. ბოქვენის არიდან. თვითონმა თქმევინა. ბოქვენის არიდან მოდის თმები. არ უყურებს კაკო ნიუტს. არა, რა მაინდა? მე ანუ ეს გამოყენებული აქამდე? თუ რატო? რატო იცით რომ აქედან მოდის? კაი, გასაგებია, კი ოკეი. ბატონო. რომელიც ჩამოშვებულია ქერა თმების შეფერილობის თმები და მამაკაცი ყვავილით ხელში მზად არის რომ აცუცდეს მასზე. ასევე კოშკის სარკმელიდან ორი ფეხი არის აწეული, რომელიც გამოყოფილია. რა გინდოდა? კარგად მიდიოდი ძალიან. ლოგიკურია შიში. ორი ფეხი გამოყოფინა ბოქვენის არიდან მოდის ხო? თმა. სწორი. თუნდაც არ ასევე, ბოდიში, ერთი რაღაც დაგვაუწყდა, კაკო თქვი, შენ თვითონ რაც დაგვაუწყდა? კაკო თქვი შენც რა დაგვაწყო? ეს არ გაწირავდა რა, მართლა არის. არის მინდორი და ცხენი არის ასევე გვერდით. ესე გარისკა ეხლა რო ეს ჩაიკითხა. პროსტა მუზდუხზე, ან ჰაერზე, ეს არ გვითხოვს და იქ თევზი რო არის ვაფშე და ცხენია თქმევინა. მე მგონი ნაღდია. კი, მე სიმართლე მგონი. ზღაპარი ხო არის რაპუნცელი რო თმას უშვებს და ამოდის. ხო. ბოქვენიდან აქვს თმა გაშვებული ამ შემთხვევაში ჩვენს ქერა თოჯინას. თოჯინაა ხო? კოსტას იუმორი კი არის ეგ. და ცხენზე პრინცი არის? ცხენზე არა, ჩამომხედრებულია. ჩამოხედრებულია. ჯუეო, იყო ჩახფიჩო, მაგრამ მოდი ტყუილი გაურისკოთ რა. ეხლა რომ გვაცურაკო, გამიტყდება და სიმართლე თუ შეარგოთ ღმერთმა. მე 50 ესეც ეგ არის. რომ ჩქარობს, იმიტომ რომ თომიანურია და უნდა რომ სასწრაფოზე მოდი. თქვათ პასუხი. კაი, თქვი შენ. ჩვენ ფიქრობთ რომ ეს პასუხი არის სიცრუე. და ეს პასუხი არის სიმართლე! თოპაში ხო? რა მითხარი შეჩემა, რა მითხარი? 2-0 დავწინაო. აუ რა, სწორი ლოგიკით წავედი არა. ყველაფერი არის იდეალურად ახსნილი ბიჭებო, ეხლა ხო გითხარი, არ მოგვედავოთ დააკეთე. ყველა დეტალი, პუნქტ. მაგრამ ეს ბოქვენი საიდან არათო დაუშვით რომ შეიძლება თმა არ ყოფილიყო. ხო და ეგ კარგად დაგვიჯდა რა. ძალიან სწორად ვიბჟელი არა და მაგრამ არ დამიჯერა. რა უი. მაგარი რთულია ეს ფოტოში. ხო, არა, არ მინდოდა რომ გადმოეყვანაში. ბიჭო, ხო, მაგას ვიზახი. აი არა, უსტას იუმორი იყო და ვიგითხარი რა. სანამ მესამე რაუნდზე გადავალთ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია 2 ტონა. 2 თმობს იგებთ, კлау ჩვენი არჩევის დროა და ჩვენ ავირჩევთ ციფრს პირველი მოდი. გავალამაზოთ ბორდი. აბა ვნახოთ. ტყუილი მოდის. მე მზადეთ ბიჭებო. ეხლა ეს თუ ვერ გავაჭერით, ტყუილი მოდისო თან. მტკნარი. ვინ ხსნის ვასა? ვასა მიყურე. ოი, თხილოთ, ნიკა, ყველა ხმას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ზარზალაკის ხმა გავა. გამოცურების ხმა გავა. არაცი. კაი, ბიჭებო. ვერ მივხვდი გილოცავთ. სიტუაცია ხდება თბილისში, ჩვენს დედაქალაქში. კედელია ჩვეულებრივი ესე ორი. კედელს რა ფერი აქვს? ბიჭო, რა ვიცი. ვაცადეთ, არ იცის აქ. სხვადასხვა ფერია რა. თბილისია რა ასე. თბილისის იერსახია? თბილისის იერსახე. კი ბატონო. რა გავუსურთ. მე ძალიან მომწონს. კი. გზა არის. ანუ ქალაქში არის გზა, სადაც მანქანები მოძრაობენ. მიირგვლივ არის მინდორი და აი ამ მინდორზე არის ბანერი. სადაც ვართ მე და ჩემი პარტნიორი.
იგილო. ამჟამინდელი. ამჟამინდელი. ბილბორდია რა, ესე ვიტყოდი რა, ბილბორდია რა. კი ბატონო. ჩვეულებრივი. და აწერია რომ ვართ ეხა 600-ს გამოწერს. ჩვენ არც არ ვართ დაფიქსირებული. ჩვენ არ ხართ. უცნაურობას ასხივებთ. ნივა მაგალითად ერთ-ერთი მანქანა. უ არაფერია ნივა. კორჩი სიმართლეა რა, 100% სიმართლეა. ნაცრისფერი. 100% სიმართლეა რა. ნაცრისფერი ნივა არ არსებობს. ნაცრისფერია. როგორ არის 100% სიმართლე მგონია რა. აი ესე დაიწყო ასამ თავიდან რომ აი ხელოვნურად თვითონ არ იცოდა როგორ ეთქვა და მე გააგზავნე რა. ბიჭო, ანუ გადაწყვეტილება ხდება აი დასაწყისში. ძალიან არაკრეატიული კომპოზიცია. კი არ გაეცინათ არაფერი, მაგრამ რატომ არ გაცნობ? ქალაქია და 60000 გამა. აი მინატყვი. არის სიმართლე 100%-ია. მენდერა მართლა. ეთყობა რომ ეს არის ოდნავ დადგმული დაბნეულობა. ის მარშრუტკაც არის. ამაშუქა თუ არის მაშინ უფრო მეტი სიმართლეა. ვასა, რომელი უბნები და რაიონები ჩანს? მიკითხვა. ბიჭო რა ვიცი. რამე არ გეცნობათ ხულის ხედიდან? ვერ ხედავ. კი, ხედავ. აბა, უცებ. სამება ჩანს. გვერდზე რა აქვს? კორპუსები. არა, სამების გვერდზე კორპუსები და რა ვიცი. სამბარო თბილისის ანძაც არის. შუაშია. თბილისის ანძაც არის. ნებისმიერი კორპუსიდან გამოარჩევს. თბილისის ანძა და ის მოპირდაპირე მხარეს არის. საპირისპირო მხარეს არის. საბურთალოდან დაინახა ორივეს. ხო? ჯერ ერთი და ეს შეერაგონია რომ არქიტექტორმა ამოიღო და დაასვა. ეს არის რაღაცა AI დაგენერებული ძალიან შორიშორს. როგორ შეიძლება ქუჩა და ამხელა ხედი, სადაც თაწმინდა და სამება ერთად ჩანს, ქუჩაც ჩანდეს მანქანით. აბა დაფიქრე. მოდი ახლა მენდე და თუ კაი, გენდობი, დავა. თქვენი საბოლოო პასუხი? სიმართლე. სიმართლე. მიეც გადაეცი. ბიჭებო, ეს პასუხი არის მტკნარი სიმართლე. აი ბიჭო. აუ, რატო არ მოიტყუე შეჩემო? ბიჭო, იმიტომ რომ რაღაცა მოგეტყუებინო ბიჭო. პოზიცია. კომპოზიცია ეს ვარ. ანუ მე მანქანები ბევრი მეგონა და ძალიან რთულია ეხა რა მოტყუებით დაწყება რა. არა უშავს. ეხა უნდა წაგება, უნდა გაგაძლიეროს უგას. ეხა მიხსნისა თორნიკესა. რომელი გაგესიამონება? შენ რომელიც გესიამონება. იყოს მოდი 6 ნომერი, იმიტომ რომ 6-ზე ყოველთვის ვიტყუები. მისკუჩებული იყო ერთად. მე გამოგიღებ და დაგიდებ ჩოჩი. მიხს რა დიდი გამო. ან მაგის იმიტაციას აგებს. კაკრაზ ისეთი არის რომ ტაშილა დაუკრა. სპეციალურად შეგარა. არა. ან გვალი მიერთხა. რატო? სწორის მიტყმოს სხვა ხმა აქვს. ბიჭო, ჯერ ეს ერთი ჩემპიონში ფიქრე იგო. სწორი ხარ გუგა, დავიწყებ თავიდან. გვალი არის. ნახე რა. ხოდა რა გიქნა? გვალის მიტყმის ხმა ვიცი. შეგიძლია. კაი, მოიცა ერთსა გვაცადეთ. კომპოზიცია სტატიკურად ეგეთია რომ კედელი და ის არის რა, ხემოთ, მაგრამ ეს კედელი განსაზღვრავს რომ სიტუაცია ხდება უნებაში. მრგვალი რა არის გეტყვით რა? მრგვალი არის ფრინავი თეფშია. რომელიც მართლა თეფშია თან. თორნიკე, როგორ თეფშია? არა, ბიჭო, თქვა, გაჩერდი, აი. როგორ თეფშია? თეფშებია. ები? რამდენი თეფშია? 2. ლოგიკურია რომ ფინავეთებში ფორმა მიიღო. და რა ფერია? ერთად მთხართ. ეგ არ შეიძლება. კაი, შეგიძლია თქვა თეთრიც და შეგიძლია თქვა შავიც. ანუ ჩავთეთრია? უფრო შავს ვიტყოდი. უფროა. წინწკლები აქვს? შავი ფრინავი თეფშია, ზუსტად მრგვალი რაღაცეები აქვს, ფანჯრებით დახატული. ოკეი. და შავია თუ თეთრი ვერ ხვდები? ყოლო შავია უფრო მეწილად. ფანჯარა თუ აქვს მეწილად შავია. 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 ანუ ფანჯარა რა? ეს დაბნეულობის ფანჯარა თამაშია, თეთრი. მართლა შავია. ფანჯარა შავი. თეთრი. ანუ მართლა თეთრი? შავია. თეთრია ფანჯარა. ამ თეფშის ქვეშ არის ბავშვი, რომელიც ჯვამს. უბრალოდ საადან როგორ? მე ცოტა ზუსტად გეტყვი რა, ბავშვი ჯვავს, ოღონდ ზის ტუალეტის თავზე. და ამ ტუალეტს არ აქვს სახურავი. და ტუალეტში მისხმული არის, ეს შეფებიც არის ამ უკაცრავად რა მაყურებელთან და მაგრამ მაყურებელ ნახა უკვე. ასე ვთქვათ, განავლიდან არის გასხმული და ტუალეტის ის ძველი ტუალეტები რა ჩასაკუზი ხო იცი? აი ეგ ტუალეტი არის, რომელშიც მაინც მიედინება. და ეს თეფშები აქვს თავზე, ჰაერშია. მე მგონი ამათვე ვერ ახსნეს და ეს თეფში იწოვს ამას ზევი. ო! ზუსტად. გეტყვი რა, ხო, ვერ დავინახე კარგად რა. ანუ ეგეთი სიტუაციაა, რომ ბავშვი იჯდა ტუალეტში, ზემოდან დაადგა ეს თეფში და აიწოვა. და ზემოთ არის, მართლა.
დეგენერატი ხარ, შეჩება იდეებს აწვდი და აჩერე. აი ის ხო იცი, ის უცხოპლანეტელი რო ანათებს ხო იცი, ზემოდან რო ანათებენ, ეგეც არის რომ აი აწოვებს. რატო არ გვიხსნა? დასხივება. მე თუ არ ვერ გავიაზრე რომ ეგ იყო. ვერ გაიაზრე. მართლა ვერ გავიაზრე. მე მეგონა პროსტა იჭდა და ვერ მივხვდი და მადლობა რომ დამეხმარე ეგ არის კი ზუსტად. კოსტასის ფეტიში აქვს ესეთი. კი, ევასება. აბა, ანუ ფსიქოლოგთან უნდა მივიდეს. მოდი არ გჯერა. ისევ არ უნდა გჯერა. ან ძენ ძღნერებს. არ გჯერა. არ გჯერა. всё, ოკეი, არ გჯერა. არ გჯერა. არ გჯერა. ბიჭო, რა შევიდო? რატო ამოგვიტრიალე ესე უცბა? ბიჭო, აი ხა დაადასტურე და რა დამიდასტურებ? არის ეს რა. მე მგონი რეკორდული 5-0 დაფიქსირდება. ეს შენი ლოგო არხის. ბიჭები განიხილავენ დიზაინს დოპამინისას, რომელიც შემოგვიერთდა და ის ჩაგვიტყვარუნებს კაკუზა. ეხა დოპამინი არის ანდერდოგი, რომელიც Red Bull-ს ებრძვის. თქვენც ანდერდოგები ხარ და აბა დალიეთ და თუ დაკაჩავთ. აჰა. მე არ დავლევ. თუ დავლია ისედაც გავგიჟდები. 4-0 იგებ და მაგამ ჩვენ დოპამინი გვაქვს დანალები. ხო, შეიძლება ეხა დავახამბეკოთ. შენი თქმა და აი ყველი მოიფიქრე და დავიგუგე. ის არის ხსნება. მიჩეს. მოკლედ ეს კომპოზიციები არ წყდება რა. რას წვე ტყუილს თუ მართალს ეგ არის თავი. ძალიან ო, ეგაა თორე მოფიქრებული გვაქვს ისივე ტყუილები. მე მგონი ეხა დრო დადგარო ტყუილი თქვა. კომპოზიცია ჯერა, კონჯერა. სადაც ერთ მხარეს არის ერთი კომპოზიცია, აღამჯერა. მეორე მხარეს არის მეორე ახამჯერა. ანუ შუაზეა გაყოფილი კომპოზიციები. აქეთ მხარეს, მარცხენა მხარეს არის კაკო, როგორც ზიხარ ზუსტად ეგრე, რომელიც მოთავსებულია გადაჭრილ დოპამინის ბოთლში. ჩემი გულს ეს იმებორო ის იმართლა იყოს ეხლა ძალიან ჩემს ესეთი დამთხოვები უფლის მადლით არ არსებობს. ანუ ესე გადაჭრილში რა. და აქეთ გადაჭრილში თორნიკე ოღონდ გადაჭრილი ეგ აღარ ქვია, იმიტომ რომ ისედაც გადაჭრილი იყიდება, ეს არის აბაზანი. როგორ? შენ ხარ წყალში, სადაც პინგვინებიც უკან არის პატარა ძალიან მესეონება იქ. პატარა ყინულუკაზე კომპოზიცია. მოთავსებული და მოცურავ და გიჭირავს ხელში, მე მგონი ხინკალია ხო ეს ნიკა? და დოპამინი სად არის? და თორნიკე დოპამინის ნავში ზიხარ. ოკეი. ეს და ეს თორნიკე კოსტას ფანტაზიას არ გავს. და თორნიკე ზის თუ არის რამე რა მეორე თქმა. ნახევარზე აბაზანა ეს ნამდვილი აბაზანა აი ძალიან ბევრი დამთხოვება მოხდა, მაგრამ მოცადე. სპეციალურად დებილი ვითხოვს. ხინკლის აბაზანაში ზის წევს. დოპამინი ხო არა? ჩემზე ამბობ? კაუჩი, სიმართლეა რა. კითხვები არ გაქვს. არ ხო, მეც სიმართლე მგონია. სიმართლე. გჯერა. დაწუნებული. კი. 4-0. კი, კი. ადა დაბრუნდი ხა. ტყუილების ყუთი იყო ბიჭებო. მეორე ნომერის არჩევა რაც. რა გოგ ამისო აი ეგ მარტო იმიწევს. წაიღეთ. აი კომპოზიცია. კაი ხარ გოგო რა, რაღაცა ცოტა დავაქამბეკ. ჩვენ სტუდიაშია. Yes. კესტუმ. Yes, please ბიჭებს რაღაცა იმას ვქენი. კაკო გამოუშვი ერთი მესამე ნომერი. დავაი. ძალიან საინტერესო რაღაცა არის. მიდი აბა. შეგიძლია შეხედოთ. რაღაც არ უყურებს. რაღაც აირეკლა კაზაკოს სახეზე. ეხლა ნახე წავიყვან იქით. საით? უნდა მეთქვა. მოკლედ მეგობრებო. აქ არის ესეთი რამე წარმოდგენილი. არ მჯერა. მოიწონა. მოკლედ არის დოპამინის ბოთლი. ბიჭო რა შეგაგვიწრა. ერთი წამი, მართლა იქნება ვერ გარისკა. რომელიც ეს ავამტყოფი იგროკია ხო ეს შეიძლება. რომელიც მეთამაშე. ეხა აგიხსნა. შეიძლება ავხსნო დოპამინის. კი. აი ესე არის ჩაჭრილი. კი მოიტანანითი. მეც ეგ მეგონა. ესე არის ჩაჭრილი ხო. და ესე არის გახსნილი, აი გაფრთხილებული. და აი ესე არის კაკოს ატო არ ახსნევინო სტოპ. ესე არის გაკეთებული მე დოპამინზე არ სწორედ? ვაპარაკ, მინდა რომ სხვა მაილაპარაკ. სწორედ დადებული. რა იცი დოპამინია? ერთი წამით თქვას, თქვას. ანუ ესე რომ შემოატრიალებ უკნიდან არის დოპამინი, ესე რომ შემოატრიალებ ვერცხლისფერი რაღაც. კედელის რაც ყუთს უყურებს დოპამინიანი. კედელს დოპამინი. რატო რა ლოგიკა? რასაც შემდა ხედავდი მორჩა? ორჩა. ეს ავატყოფ ხო. რაღაც მიგიმატები და დაგეძვინა თავი ოქნა. და ჩემ თავსაც ხედავ.
რასნის ვერ გავიგე. აი რეკლას ქუწეღარ თქვი შუქი რო და სარკი ხო არა. ბიჭო, ჩემ თავს ხო და ვერ ჩაწვდი ისევ ხო? ანუ რაც გინდა ის ჩათვალე. დოპამინი არის გახსნილი. ბიჭო, არ არსებობს ეგეთ რაღაცას ბიჭები არ იზავდნენ. ამით ეხა ჯერესტი ორი სიმართლე იყო და ეხა მოიტყუა რა. არა, ვერ ხვდები რატომ უნდა იყოს ეგ. იქ просто შუქმა. შენ თავს ხედავ რას ნიშნავს თქო. და ეხა ვიყურები და ჩემ თავს ხედავ. ფუცელიაო და არ და ის არისო. ეგეთი ობა თუ გააკეთეს? არა, მისმე. შენ თავს ხედავდი იმაში, იმიტომ რომ გამჭირვალეა, ხო? და ფურცელი. ანუ ისე სარკეს ეფექტი აქვს. ხო. აბა ფურცელი რას? ბიჭო, თხელ ეს გახსნილია, გაწეული და არ მჯერა. სომის საფრთხე გინდა, შო? შო. აჰა, მე არ თქვა რატომა ჩვენი ეგრევე. სარკე იყო მარტო. ბიჭო, აი ისე, აი რეკლამა. რა ფიქრობთ მარტო გაგრძელებით. აი ესე მანათებდა. ეს დაინახე? მე რა ხო თუ დაინახე გეთქვა. რა არის მარტო სარკე და? ხო, და ის მარტო სარკეთ ვერ მიხვდებოდნენ. ვერ მიხვდებოდით ხო? მეგონებად სარკეა რო გეთქვა უეჭველი არ არის თქო გეთხოვდი. რა სისულე. ბიჭო, არ დაგიქხა ჩვენ ხარ წავაგოთ, არ გავგიჟდე. საღო 4 თვალი გუგა. დოპამინმა თავის იქნა რა. სიმართლე რო გეთქვა წაგებულია. არის კოსწია რა. ჩვენ ხოჭოები გამოგვიძრა ეხა ეგეც არ გიქნა. ანგარიში გახდა 4-2. ხო აგი კანკალდათ ანუ სიკოები. სწორი ნაწლავები. შეიძლება გითხრა ყურშინიკა ჩემი აზრი. არა რა. ჰა? არა. ბიჭებო, გეტყვით. ჩვეულებრივ სავარჯიშო დარბაზია. ღია თუ დახურული თუ? აი აქ არ ჩანს ეგ რა. სადაც ბორბალი გადასაგორებელი რო არის, ეგეთი რაღაც დევს, მაგალითად ბილიკი არის, ხატია, სადაც ბორბალი დევს. არის აი ესეთი თოკები. არის ასევე გირები ოღონდ ფოტოზე, ფოტოში არის. გირია სიტყვა. ისინი რეალურია, მაგრამ ესენი ასაზედი, არ ვიცი რას ქვია ქართულად. მზიდები. მზიდები. ასევე არის 3 ფოტოსურათი. დაკრული, სადაც მუსკულიანი კაცები ხატია, ოღონდ კიტრის თავი აქვთ. წნილი არის თუ ჩვეულებრივი? ჩვეულებრივი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვეულებრივი უგა კიტრები. წნილია თუ ჩვეულებრივი? წნილი. ბიჭო, ნახე. ჩვეულებრივი ხა სხვა რიტყვი. არ ვიცი, ვერ გავიგე ხა. ფოტოზე ჩვეულებრივი კიტრია და წნილიც არის, რომელიც ვარჯიშობს თავად. ყველაფერი თქვით დარწმუნებული ხარ? მე მგონი. დავამატებ იმას, რომ წნილი რატო ვთქვი მე რა? წნილი კიტრი ვარჯიშობს. და ფოტოები არის ნამდვილი კიტრის რა, ანუ რაც ნიკამ გამორიცხული, ნიკა ეგრევე დაინახავდა მაგას. კავჩი, ერთი წამი. რამდენი ფოტოა? 3. და ეს ფოტოები როგორ გამოიყურება ფოტოები, ანუ რა როგორ ჩანს, რა კომპოზიცია? ბიჭო, ნავარჯიშები კიტრებია, კიტრის თავია. თავიდან ფეხებამდე ჩანს თუ როგორ არის? კი, აი კოჭები არ უჩანს ეხა და მუხლებამდე არის. თავი კიტრი გონია. კიტრია ხო. და ვასა რამდენი ადამიანი ჯვარიშობ ჩიმში? ადამიანი არც ერთი. რამდენი კიტრი ვარ? ერთიო და იმას 3. 3-იო? არა, 3 ფოტოზე ვთქვი. ერთი მწნელი კიტრი ვარჯიშობს და თავიდანვე არ აღნიშნა ეგ? გამშველო. მართალი. მართალი. წესი თუ ანუ ერთადერთი მწნელი კიტრი თუ არის დარბაზში, წესით უნდა თქვა. რა ტიპის ვარჯიშს აკეთებს მწნელი კიტრი? ნუ შეგითხა. გუგას. იმას შტანგას რა. წევს ესე. შტანგა კაცეული. დგანანო ბიჭო, რაღაც სხვა რაღაცებს ამბობს რა. შტანგა კაცეული? შტანგარითია დამზადებული. რაღაც ცოტა პატარა პლატფორმასავით არის საწოლივით, ან რაზეც წვები და შტანგას წევ რა, ეგეთ შტანგარითი არის დამზადებული რა მატერიალები. რაღაც ცოტა კბილის ჭხირივითაა, ოღონდ ცოტა სქელი რა. იცი რა მაინტერესებს? ეს კომპოზიცია ნახატებია თუ რამე ფიზიკურიც არის? რომელი? მთლიანად რაც არის. ისეც არის, ისეც არის. ფოტოები რაც თქვით 3 ნახატები არის. აი მაგალითად სავარჯიშოები რა არის ნახატები? ყველა ნახატია თუ ფიზიკურადაც არის? ფიზიკურადაც არის. რომელია ფიზიკურად? გაინტერესებს დეტალურად. კონკრეტულად მაინტერესებს კი ბატონო სანამ ასაკეთებს. ის არის რა ქვია. ესეთი დასაქმნებებია. ეგ არის ფიზიკურად. ფიზიკურად და გირები, ჩოლებრივი გირები არის ნახატები. კაი სიცრუეა. სიცრუე. ინდებით ბიჭებო, მაშინ თუ სიცრუე. რა გინდა? ეხა რამე არ თქვა და არ თქვიო. 4-3 დოპამინმა გახსნა. ანგარიში არა. აწყო ჰანგრიმენი დაუქამბექებს წარსულ ჰანგრიმენებს. ჩემზე ხო ის დოპამინი რევერსულად მოქმედებს. მე ხო ის დოპამინს ავსევარ და ის აბათიებს. 5000 ლართან ვართ ორნაბიჯში გუგა. ორივე გვინდა რომ გამოვიცი. ბიჭო, რა საოცარი კამბექი გვექნება. კაკო მოიტანე ერთი აუხსნა ამათ. ბიჭო, მაგარი დაჩქიმდაზაბულობარია ია. გადაფურჩქნულ დოპამინს სიტყვის ეხა ისინი. ის არის დოპამინი გადაჭრილი. გადაჭიმული. ერთ რამეს გეტყვით. ხო. კოსტა დაბრუნდა. ანუ კოსტას ეს არის. კომპოზიცია. კომპოზიციაში ხედავ გუგას
კუზანოვს. მართლა? გუგა კუზანოვი რა იცი რომ გუგა კუზანოვი? აწერია კუსანოვის კლინიკა თუ რატო? თუ მე მაგ პროფესიის ადამიანს ხედავ უბრალოდ. არა, მენა ფოტო არის ამობეჭდი. კუზანოვის. მე? გაგრძე. გაჭედე შეჩემა. ხო. და მოდი შინაარსობრივად რო აგიხსნათ, კოსტამ ძალიან გაუთია. და ეხა არის წარმოდგენილი შემდეგი რამ. მოკლედ გააგზელებს თორნიკე. ახტება ბიჭო, რატო? გუგა კუზანოვია, დიდი კაი. რომელიც დგას საკერავ მანქანაზე. ეს არ არის კომპოზიცია ჩვეულებრივი. საკერავი მანქანა იმენა, აი ეს ამოვიღეთ. კუზანოვს როგორ იწუებიან არ არსებობს, მაგას მოფიქრება ხო უნდა. მეორე მხარეს, ნემსის მხარეს, საიდანაც ეს კერავ, მაკეთ მხარეს დგას. მივხვდი მე რაც იქნება, ეს იქნება. მე გისმენ. ეგაიგე. გუგა კუზანოვი კერავს, აქეთ არის გადაფურჩქნული ქალბატონი, რომელსაც უკერავს საქალწულე აპკს უკერავს. როგორ კოსტას წამოწდა და კოსტას კი აკაკოს. ურეკავს კი უკერავს. ნერვილო. და საძაფეზე წამოცმული არის მწვანე ხასხასა ძაფი. ან მართლა ვერ არ მესმის რომ კოსტას საიდან მოდის ესეთი ფანტაზია. მართლა შესამოწმებელია ეს კაცი. ბატონ გუგას ჯერ ამ ფოტოში არ აქვს ხელში აფეთქებული ხლაპუშკა, იმიტომ რომ ხელი პრინციპში მეორე ხელი ჯიბეში აქვს და მალავს. კიდე რამე არის კაკო დარჩენილი რო გითხრა. აი მნიშვნელოვანი პრინციპში არაფერი გარდა იმისა, რომ ცისფერი თვალები აქვს. მივხვდი. თოჯინა ბიჭო. ცისფერი თვალები აქვს თოჯინა. ცისფერი თვალები აქვს ყველა თოჯინას თითქმის შეში. გამიჯერე რა. რაფერის თმები აქვს? ნახე კაკო ყუთის გამოღებისთანავე როცა თორნიკე ხსნიდა, თქვა რომ კოსტას გაექცაო. თორნიკეს ახსნის დროს მაგას ვერ გარისკავდა. ძალიან სიმართლეა ეს. სიმართლეა მოკლედ. ძალიან სიმართლეა ეს. ხო რა, დაგვაქამბეხებინე რა ხოჭები. ეს ახო არ გადავთქვათ ასე. არა, სიმართლე. სიმართლე. ბიჭებო, მე აქ ხედავ ერთ რაღაცას. არ გამოსირდები რო არ იყოს მართლა. აბა რა, ბიჭო. კოსტა რატო ფარჩხავ? საკერავი მანქანა. ბიჭო, პირიქით რო წამომწდა იგი ლოგიკურია. დეგენერატი ხარ რა. კოსტა პრობლემები შეგექმნება ზმა. რა დავაქამბექეთ? გეუნები ჩვენ რა. ავხსნათ რა. გილოთ საოცარ კამბებს ვდებ. ეგრე რა ძალიან მინდოდა. ბიჭო, არ არის. კოსტა ერთი ცუდი ერთ ჩვენი ახსნა. გიგა ძალიან მინერვიულები შენადგილას, იმიტომ რომ არ ვიცი რომელი აქვს. ჯერ შევხედოთ და მე მე რომ ვიქნება ბიჭო, საფიქრალა. მეც. პირიქით ეს კომპოზიცია და მაგით ვერ ხედავ. მეც არ შეხედო, ერთად შევხედოთ გთხოვ. რატო დევს ისი? შეიძლება გამოჩნდეს? აბა აგიხსენით რას უნდა ხედავდეთ. მეგობრებო, ძალიან სიმბოლურად მიმდინარეობს ამბავი, 4-4 არის და შესაბამისი კომპოზიციაც არის რა. ეს არის ჩვენი, როგორც მივხვდი, უკვე სხვა ვარიანტი არ არის. ხინკლის ვიდეო გახსენდებათ ალბათ, ხო? მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის გადაცემა. ეს არის ახალი თამაში. მოკლედ, ბევრი რო არ ვისაუბროთ, გუგა. ისევ აბაზანა? ფონი არის შესაბამის ფარდის, რომლის ფარდის უკანაც ვიჯექით. იატაკი არის იატაკი ჩვეულებრივი. დგას მაგიდა და 4-ს ხედავთ და ჩვენს წინ არის 4 სინჯარა. ეს არის ერთი ხინკალი, ეს არის ფულის დედავატი. 2 ხინკალი. რა ემოციას იხსენებს? ეს არის 3 ხინკალი და ეს არის 20 ლარი. ძარღვებს ხედავ შუბლებზე, შუბლზე ძარღვებს. ეს ტყუილის დროს ემართე. აი ისი ფულიც დევს ჩვენი კილა, რომელსაც აწერია ბანკა. ნამდვილი? პატარა ძალიან. ვასა გააგზელე რა. ბიჭო, ერთ თეთრიანი გდია ამ ბანკაში. ნამდვილი? ნამდვილი. ტყუილია. ხო, ანუ რაზე თუ თამაშობთ, იმ ერთ თეთრზე მიდის თამაში. კაი, ხო, ახმაურა. იმ ერთ თეთრზე მიდის თამაში. კაი, აბა ერთ რაღაცას გითხავთ ბიჭებო. რა იყო ის სიმძიმე, რაც ეს სიმაღლე და ის რომელსაც რა კედელი ის გამოარი ამ ხელა რაღაცა? აბა კარგად დააკვირდი, გუგა ის რაღაცა. ცოტა სხვა რამე ხო არ არის. საერთოდ სხვა რამე ხო არ არის გუგა. ჩვენი კედელი ყველგან ჩვენ სად ვართ? ყველავზი ვართ. ოთხივე რითი ვართ დამწუდე? სახს კამზე სხედვართ რა. ერთ თეთრიანზე მომიყევით რომ მეტი. ერთ თეთრიანი არის დაწებებული ბანკაზე. ზე? აი ესე ხო არის ბანკა და აი ამაზე არის ეს დაწებებული. სად ამაზე? ძირზე და შიგნით არის. შიგნით არის ბანკაში. ბანკაზე, ხარ და არ არის ბანკაში რეალური რა.
ეგ ძალიან დიდი დეტალია. რა? ბანკაშია დაწერილი. ბანკაში შიგნით არის. ზე არისო. ბანკაზეა თქო. მაგდუს ბანკაზეს არ ამბობ. როცა ხედავ მონეტას ბანკაში, არ ამბობ ბანკაზე. ბანკა რისგანაა დამზადებული? პლასმასის. პლასმასის ბანკა გამჭირვალე, რომელიც ერთი თეთრი. ეგეთ ბანკას ვერ იშოვი მსოფლიოში. მოხდი? პლასმასის ბანკას, რომელშიც ზუსტად ერთ-ერთიანი ჩავარდება და ბანკა ეწერება, ვერ იშოვი მთელ მსოფლიოში. აგებული. ბანკა აწერია? მე როგორც მივხვდი ბანკის ნაცვლად აწერია ბანკა. სინჯარებისგან როგორია რა შემოდის? თეთრი რაღაცა. სურათები არა რეალური სინჯარები. ხო, რაღაცა თხელი ფანერკასავით ძალიან პატარა. ჯერ არა. ამჯერა. მე მჯერა. არ არის სიმართლე. უეჭველი სიმართლე. ესე გაიყო ფინალში ხო? კაია, ხო, კაია. კაი, მოდი კიდევ იმჟელოთ რა. ბანკა პლასმასის. ანუ ვერ შეიქმნება ზუსტად ერთ-თეთრიანი ჩაბარდეს იმხელა. არ არსებობს ეგეთი რამე, სათამაშოც არ არსებობს. არ გვიჯერა. საბოლოოს ხო? მოიცა? საბოლოოს. მოიცა ერთსა. გული მაგაჩქარებული ნიკოლოს. მე არ დამენანება თქვენთვის თუ გამოიცნობთ სწორად. ჯერა მოდი რა. არა. ბიჭო, ნახე, გამიხარდება თუ აი ამით დასრულდება შოუ რომ ეს იყოს რა. რომ 4 ადამიანი ხინკლის ჩვენი ყველაზე რეიტინგული ვიდეო იყოს. არ იქნება და ექსის რო იქნება და წავაგებთ და თუ თან მოვიგებთ, თან სიმართლე იქნება და თან მოვიგებთ, გაიგე? არა, იყოს შეცდომა და იყოს შეცდომა თუ იქნება რაღაცა და კოსტას ფანტაზია და არ მინდა კოსტას ფანტაზიით დასრულება. კაი, მე მჯერა. ჯერა მოიწუნა. ჯერა. დარწმუნებულები ხართ. საბოლოოს. როგორ მინდოდა რომ ბიჭებს თანხა წაიღოთ შინიდან, მაგრამ სამწუხაროდ თანხა ვერ წაიღეთ. ბიჭო! ხატო. არა, კაი იყო ეს რა დასრულდა. მოდი ჩაგიხუტა რა, ჩემი ძმა ხარ გიგიო. ხატო. აუ რა კაი ნამუშევარია. კაი ნამუშევარი კია. ბიჭებს მოდი აპლოდისმენტები და. ბრავო. კაი არა უშავს. მაგარი კამბექი და დოპამინის წყალობით გილოცავთ. ბიჭებო, არ გაგიმართლათ. რა კაი ნამუშევარი. უღრმესი მადლობა ბიჭებს რომ გვესტუმრენ. აქ იყურებოდნენ, ჩვენი კარით, აი ყოველთვის გია და დიდი მადლობა ბილავის, რომელმაც 5000 ლარი დატოვა ჰანგრიმენში. მე მოგებული მივდივარ ამ თამაშში. მეგობრებო, გამოვიწეროთ ამ უსაყვარლესი ადამიანების სახით. აკოს ვიცით დოპამინია. შენ რა არის ამ დოპამინი? ჩვენ ყოველთვის პოკერ დაგასახ. მასტერი გამოიწერეთ რა. და ასევე გამოიწერეთ ანგრიმენის სახი. ცაღოლზე, მაგრამ ამოქაჭეთ. ძალიან. ძალიან მაგარი გადაცემა იყო მართლა, აი. ბიჭო, მადლობა შემოქმედებით. მაგრა გამისწორდა, ანუ ვისურვებდიო ძალიან ბევრ ვიდეოში ვიყო კიდე. ნახე სტუმრად ყოველთვის მოგიწევთ. მადლობა. ჩემთანაც ერთი კაი კოლაბი შევსკო. ჯიმის კისრის და არა. მე მინდა აქვე ვთქვათ, გაითახმეთ თუ გონიათ, ჩემარზე დაიდოს ერთი ძალიან საინტერესო ექსტრემალური კოლაბი სადმე აზიის ქვეყანაში. კი ბატონო, სიამოვნებით. მე თანახმოვარ. შენ აფინანსებ? კი. კი ბატონო, მაშინ უეჭველი თანახმოვარ. კაი, გვეყოფა. წავედით. წავედით. აი ხარით ბიჭებო.